მოგესალმებით MasterChef-ის ახალ მე-12 სეზონში. ჩვენი სამზარეულო წელს კიდევ უფრო მრავალფეროვანია და სავსე ახალი ენერგიით. ამ სეზონზე მოხვედრა ასობით დიჯერმა კულინარმა სცადა. თუმცა ეს შანსი მოიპოვეთ მხოლოდ თქვენ. ეს უკვე პირველი ნაბიჯია გამარჯვებისკენ. პირველ ეტაპზე წინსაფარს მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც მინიმუმ 2 კილოს დაიმსახურებს. ასევე თითოეულ ჩვენთაგანს აქვს ოქროს წინსაფარი, რომლის მიღებაც ნიშნავს საგზურს პირდაპირ 12-ეულს. და რა თქმა უნდა, ვეტოს ბარათი, რომლითაც შეგვიძლია გადავარჩინოთ ერთ-ერთი თქვენგანი და მივცეთ მეორე შანსი. ეხლა კი დროა გვაჩვენოთ, რას ნიშნავს თქვენთვის კულინარია. წესები მარტივია, სრული თავისუფლება არჩევანში და ზუსტად 1 საათი იმისთვის, რომ შექმნათ საუკეთესო კერძი. მოემზადეთ, დრო ჩაირთო. მე არასად არ მეჩქარება საერთოდ. გამარჯობა. მე დავით ბეგიაშვილი ვარ. პროფესიონალი ბარმენ მიქსოლოგი, ბარისტა, ღვინის და ლუგის სომელიე. ამას მივიტან და მოვტრიალდები. ასევე ვარ მწერალი, კონტენტ კრეატორი, ხატავ, ვუკრავ, ვარჯიშობ. სანდომი, საუკეთესო უგემრიელესი ძალიან მიყვარს. ჯერ უნდა კარგად ენერგიები აიღსო. და მე დაიწყო რა. ყველაფერს ვაკეთებ, რის იკეთება შეიძლება. აფამინდა ვიყიდე. ესეც გამიხსენი ბარემ. მე ჩემი თავი გენაცვალოს, რა სიძახი გოგო. როგორ გავტეხი? და მეც აქ ვარ, MasterChef-ის დიდ სამზარეულოში. მე ვამზადებ პასტას, რა პირველ რიგში მინდა რომ რეჯიას პასტა უნდა მოვხარშო პირველი, რომ ამის პასტის წვენი მჭირდება. მე მოვამზადებ კლასიკურ იტალიურ კერძს, კარბონარას და მასთან ერთად ჩემს საავტორო იტალიურ კოქტეილსაც. Mamma mia, mamma mia. ანუ ამ საღამოს რას აკეთებ? გინდა გავისეირნოთ? არასოდეს, მაცა. Porque? მე პროფესიონალი მზარეული არ ვარ, მაგრამ მზარეული მე გულით ვარ. კერძი მაშინ არის გემრიელი, როცა ის გულით არის მომზადებული. მე კი ყოველთვის გულით ვამზადებ. ძლიერი მამაკაცები ასე აბტკელებენ ცობს. ხედავ რა ძლიერი ვარ ანუ. Oh my god, მიშველეთ. არა, მოიცავ აი მე რა სულელი ვარ. მოვეფეროთ, ცომს უნდა მოეფერო, ცომი უნდა გიყვარდეს. არ მეშინია საერთოდ. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ბარისტა ვარ, ყავაზე ხატვაში. ყურადღებას მიფანტავ და წადი რა. აი მე რა ვარ ასეთი რომ ყურადღებას გიფანტავ, ღმერთო ჩემო. არა მოიწვა, მაგრამ მე ცუდი რომ გამომივიდეს ამ პარტნიორობაში ჩამეთვლება და იტყვიან რა ფელ ამბიციები ეგ ამბიციები, იგი წამიდა. არის შეფ. როგორც ხარ? კი ძალიან მეშინია მეთქი. ეს ხო არ გო. დავიწყე პასტის დაჭრა, ყველა უნდა იყოს აბსოლუტურად თანაბარი. მე მოვჭი. სხვა ყველა მუშაობს. აი ძალიან მინდა რომ დავიმსახურო წინსაფარი რა. კოქტეილს იქ მოვამზადებ აუცილებლად. აქ რომ მოვამზადო შოუ აღარ იქნება, მაგრამ მე იქ ცეცხლების დათებას ვაპირებ. მე იქ ცეცხლებს დავანჯე. ხო, მოსულა მაესტრო. გამარჯობა, გაქვს 5 წუთი, რომ გაგვეცნო. მოგვიღეთ თქვენი კერძის შესახებ. მე დავით ბეგიაშვილი ვარ, ბარმენ მიქსოლოგი. დღეს მოვედი იმისთვის, რომ დავამტკიცო ის რომ ყველაფერი შემიძლია. ეს არის ჩემი მთავარი მესიჯი ხალხისთვის, რომლებიც მიყურებენ. მე ასევე კონტენტ კრეატორიც გახლავართ. ოპა, მე მოგიმზადებთ კლასიკურ კარბონარას და მასთან ერთად ჩემს საავტორო კოქტეილს, რომელიც ასევე იტალიურ გემოებზეა დამზადებული. აი, კარბონარას რითი ამზადებ? ჰამონით, რითი? ხამონი. რითი? ჰამონით. არა, მოიგონე. იმიტომ რომ შენ ხამონი არ გდებია. რა ვიცი მე ხამონი სადაურია. არ ვიცი. ვერ მოგატყვეთ, მე ბარმენ მიქსოლოგი გახლავართ, მაგრამ შემიძლია გემრიელი საჭმელი მოვამზადო. ბეკონი ხო არ უნდა გეთქვა და ხამონი. კი, ალბათ, ბეკონის სახეობაა, ვფიქრობ. თორე ხამონი ესპანურია, არანაირი იტალიას ან უკანა ბარკლისგან კეთდება. ანუ ეს ბეკონის სახეობაა. აქ იმისთვის მოვედი კიდე რომ ვისწავლო. ამაში თქვენ მეხმარებით. არა, უკვე ვერ ისწავლე. ბეკონის სახეობა ხამონი არ არის. ბეკონი ბეკონია, ხამონი ხამონია. ხამონი და პროშუტო შეგიძლია შეადარო. მაქსიმალურად ვცდილობდი რომ მომზადებული მოსულიყავი. ძალიან ბევრი ვივარჯიში, ასე რომ ვთქვათ რა. რა თქმა უნდა, ვერ ამოვწურე. იმიტომ რომ სამზარეულოს ვერ ამოწურავ. ფიზიკურად შეუძლებელია. მაგრამ რაც ამოვწურე ეს ბარია და ახლა განახებთ მაგას. ეს ჩემი საავტორო კოქტეილია.
რა არის, რა და ქვია? რომელსაც პრინციპესა ქვია, ანუ იტალიურად პრინცესა. 2 წუთი დაგჭა, 2. ვაიმე. და რატო გინდა რომ ბარიდან სამზარეულოში შეხვიდე? იცით რა, ბევრი რაღაც გამომდის კარგად, როგორც აღნიშნე. და მინდა რომ სამზარეულოც ის იყოს, რაც კარგად გამომდის. შეიძლება მე საუკეთესოდ არ გამომივიდეს ეს, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები ჩემი მთელი გული და სული ჩავდო ამ ყველაფერს. რას წერ? ლექსებს. მაგალითად ახლა ამ წლის დასაწყისში დავწერე რომანი. რომელიც ლექსებს წერო და რომანი დავწერე. ლექსებს წერს, მაგრამ რომანი დაწერა ეხლა. ანუ რომანს ავწერ კი? შემოგეწერა ნუ რომანი. ყველაფერს წერა, ასე რომ ვთქვით, ყველაფერს აბსოლუტურად. ზღარბი რატო ყავს? ეს ღარბი გახდა, როგორ მოგატყოთ, ჩემი თილისმა რა, ასე რომ ვთქვათ, TikTok-ზე ძალიან პოპულარულია, 9 მილიონზე მეტი ადამიანმა ნახა და გაიცნო თელმა საქართველოს. ოპა! ვარ დაგექცა, ვერაზოს ისწავლი როგორ არ დაგექცესო. ესე არის ნათლა. მე მოვიგონე. სამზარეულოში თუ არ გააფუჭე ვერ ისწავლე. ხო, რა თქმა უნდა. ნახო დღეს გააფუჭე თუ რა ქენ. და ამას გავალამაზებ ტამპარი, იტალიური ყველაზე ღირსშესანიშნავი სასმელი. დავასრულე, თოთ. აგერა დაასრულე. კარგი. დარამ თეატრალურში რო ჩაგებარები რა. თეატრალურს დავთავრე. დაამთავრე? ეგა მაგნა უნდა დაგეწყო. ეს ნივრის დამწვრის სული მომდის თუ ისი? მეორია. ერთადი მაქსიმალურად ბოლოსკენ დავემატებინა. არამებზე იმდენი ლაბარაკა რომ დაავიწყე. ციტრუსოვანი ბალანსი აქვს, რაც კრემოვან მასას ჩაწმინდავს და ცხიმოვან მასას ხელს შეუწყობს კამპარი, რომელიც ზაფრი გახავთ. არტისტი ხარ? გახავთ. ჩემთვის დამწარი ნივრის გემოში წავიდა. კოქტეილი ძალიან კარგია. მიხარია თუ მოგეთ. მადლობა. მადლობა თქვენ. კოქტეილი მართლა ძალიან გემრიელია. ხო წავიდეთ. მოგლეთ. კონტენტ კრეატორი ვარო, ესაო. დიახ. ყველაფერზე ილაპარაკე გარდა კერძის. იმიტომ რომ ხამონზე რომ მიდგა, მიხვდა რომ აღარ უნდა ეთქვა. ხო, ნუ სისხლის ლაპარაკს მიჩვენე საერთოდ ვილაპარაკო. ან ის გეთქვა რომ ხელით მოამზადე პასტა. უნდა ვთქვა ეგ. უნდა გეთქვა, ხო? ხო ყველაფერი იდეალურად შეასრულა. თავის შემოსვლიან ყველაფერად კერძის გარდა. დავხვეწა გვირდები. კაი ბატონო. ხო. მოხდელს ასეთში იდეალურად აქვს. მერე. დიახ, ნუ სერვისი. მეორე ურტყავს თან დამწვარებული. დიახ. ძალიან სერიოზულად. კვერცხი აჭირთ. მშრალი. ასე რომ ავიც ეს თუ გამოასწორებს რამის თორე. ხო. კარგია. ეჭვი სამეპარებოდა რომ მოგეწონებათ. ნივრის გემო გაქრა ეგრეთ. გაიტანა. აი კამპანის დამსახურება. ძალიან კაი. დიახ, უბრალოდ მადლობა. აფსუს კერძის გაიგეთებინა ეგეთ. აბა. უნდა გამეკეთებინა. არც მე მგონია რომ ყველაფერს იმდენად კარგად ახერხებ რომ მე მოგცემ ერთ ჩას რომ იქნება შემდეგზე კოქტეილის მაგივრად კარგი კერძი მოგვიტანა. მაქსიმალურად ვეცდები. ის თუ გინდა მე რომ გამოვალთ მე დავვალე. ცალკე. მე შესრულების ტექნიკა დამაკდა, ამიტომ ჩემგან არა. მე გაძლევ ერთ შანსს პირდაპირ გეტყვი. აი, და წარმატებები. უგმესი მადლობა. კარგად ბრძანდებოდით. აი ხა.
წავიყვანე გარბი დაიღო. ძალიან პოზიტიური ადამიანი იყო. რას ვფიქრობ, იცი რომ სამსახურში ეგეთი ძალიან რთული იქნება. ეს უნდა დავკეთო. კარგად. მე ხო გეუბნებოდ ყველაფერი შემიძლია თქო. აი რო შემიძლია აქ გიმტკიცებ ამ ყველაფერს. მე ვარ თაია არაბული, ფიტნეს მწვრთნელი ვარ, ვამზადებ ქათმის ღვიძლის პაშტეტს, ხიავის კონფისთან ერთად. ძალიან კომბინირებული და საკმაოდ ისეთი კერძია, ბევრი კომპონენტი აქვს. ჩემი კერძისთვის ვიყენებ თელიანი ველის საფერავს, მეტი არომატისთვის. ღვიძლის პაშტეტის გაკეთება, ნინჯას ბლენდერით დახმარებით ძალიან სწრაფად მოგვარდა ეს საკითხი. ვიწყებ სტეიკის მომზადებას, ზუსტად მაგ დანიშნული 3 წუთი თვითონ მხარეს. გამარჯობა. გამარჯობა. გაგვეცანი, თქვენ გაქვთ 5 წუთი დრო, რომ თავი წარმოგვიდგინო და კერძი დაასრულო. მე ვარ თაია არაბული. დღეს ვამზადებ რიბაი სტეიქს, პილპილის соуსთან ერთად, ქათმის ღვიძლის პაშტეტს კონფისთან ერთად. ეს უხდება თუ ცალ-ცალკე აგეთ? ყველაფერი ერთ თებშზე იქნება მოთავსებული. პაშტეტი რითი არის შეზავებული? სტაფილო აქვს, ხახვი. ეგრე დროს კარგავ, მთლიანად მოკიდე და გადაიტანე. 3 2 1 ხელები მაღლა. აბა ვნახოთ. ხორცი კარგ ფერზეა. ეს პაშტეტი მაინტერესებს. პაშტეტი ძალიან კაია. ქლიავის ჯემი კარგია, უბრალოდ ცოტა ქლიავს აქვს თავის სიმჟავე. რომელიც აქ არ იგზო. ცოტა ესეც რო ქონოდა, ძალიან არ დაგეთქბო, უფრო ისეთი რაღაცა კარგი ბალანსი ექნებოდა. პაშტეტი გაია. ეს ძალიან კარგია, ამას ჭირდება გარნირი, ეს არ არის გარნირი. ანუ ორი სხვადასხვა კერძი ერთ თებშზე, მაშინ ძალიან უნდა უხდებოდეს ერთმანეთს. ეს აბსოლუტურად სხვა სტარტერია და ეს ძირითადი კერძი, რომელიც ერთ თებშზე არ უნდა იყოს. საერთოდ, თორე ისე ძალიან გემრიელია ორივე. ყოჩახი. პაშტეტი კარგია. კარაქიც ანუ ცხიმი აქვს. ზომერ შეიძლება ცოტა მეტად შეიძლებოდა დამატება. ნახოთ კონფი ან ჯემი. კარგია. ეხლა ხორცი. ხორცი ძალიან კარგად არის მომზადებული. გაჩერება არ მინდა, არა მომიწევს. ყველაფერი არის შემდგარი. ალბათ соуსის გარდა. დანარჩენი ყველაფერი კარგია. მადლობა.
ღმერთო ისევ ნერვიულობ მგონია რომ რაღაც კალმარის თამაშებს თამაშობ და ხო და იმ ოთახში არ მოხდი. ერთი უნდა გადარჩეს, ხო იცი? ვიზუალიდან დავიწყებ თქვენი კერძის აღწერას. უფრო ესეთ country სტილში გადის და მომწონს. ვერ ვიტყვი რომ პაშტეტი არ უხდება საერთო ჯამში აი ამ კომბინაციას. მან წარმოქმნა პასტა, რომელმაც ლუკმა გამიერთიანა და ვთვლი რომ საკმაოდ კარგად დააჭდა. უბრალოდ აი ამ კერძს ცხელის კატეგორიაში თუ ცივის კატეგორიაში ეს კითხვა გაქვს სად უნდა გაუშვა აი ამ ფორმით როცა არის. მადლობა. მე კის გეტყვი. ჩემგანაც გაკი. მეც გეტყვი. თქვენ გაქვთ სამი კი. აიღეთ წინ საფარი და გადასულიყავთ შემდეგ. მადლობა. ერთად რატო არ გასინჯეთ? ძალიან გემრიელია ერთად. მე კი ახლა გავსინჯავ და თქვენი არ ვიცი. მოდი მანა. Je ne veux pas travailler. გამარჯობა, მე ვარ ანო, 27 წლის თბილისიდან, პროფესიით ვარ სტილისტი და დეკორატორი. MasterChef-ში მოვედი იმიტომ, რომ მინდა ჩემ 24-ვე ოჯახის წევრს დავუმტკიცო ის, რომ ძალიან კარგი კულინარი ვარ და შეიძლება ბებია ჩემის ენის რეცეპტორებსაც გავყვე. და yes, that's it. ესე იგი, ნაღები, პრეზიდენტის კარაქი, ბასოს ზეითუნის ზეთი და აი ორ თვალს ავიღებ. დღეს ვამზადებ სტეიქს რუკოლას სალათით და გამომცხვარი მსხლით. შენი აზრით რამდენ გრადუსზე შევწვა მსხალი? ცხელზე. ასევე მინდა ვცადო პირველად ჩემ ცხოვრებაში გავაკეთო ნაყინი ბლუჩიზით. ხوار დაგიხმარო რამე კი, აი გხოვეს დააფარა. კარგი. აი საცოლებითი ვარ. ვეძებ კაკრას და შეიძლება დაფიქრდეს იმდეს ვეხმარები უკვე. ცოტა რა უარია შენთან. უარია? კი, მე ცოტა ნერვიულობ იცით. ეხლა ვაკეთებ ტაჰინის დრესინგს. რომელსაც გავუკეთებ სალატს. აკლია. წუდათა ვარ. მე მგონი ძალიან კაია. მე ეს დამავიწყდა ამასობაში. დავით. კარგია. კარგია. ბოლო წუთი წავიდა. Oh my god. იმედი მაქვს რომ სამივე შეფს წარმოეწონება ჩემი კერძი და მოვიტოვებ წინ საფარს. In this skirt? I don't think so. Slay. გამარჯობა. თქვენ გაქვთ 5 წუთი დრო იმისთვის რომ კერძი დაამთავრო. თქვენს შესახებ რამე მოგვიყვე და შემდგომ ჩვენ გავსინჯოთ. მე ვარ ანო, 27 წლის თბილისიდან. ვარ სტილისტი და დეკორატორი პროფესიით. მიყვარს გამოწვევები. მე მაქვს საკუთარი ვინტაჟური მაღაზია, ჩემ დასთან ერთად გაკეთებული. და კაცის ტანსაცმელს არ ყიდი მაღაზიაში. სამწუხაროდ ჯერჯერობით არა. რატომ? ჩვენთან რაღაც ყველაფერი გაპრანჭული და და ჩვენ აჯაჯულად გვაცვიათ? შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ აჯაჯულიაო, მაგრამ გეტყობა ჩაცმულობაზეც და კერძსაც რა აქვს? ჩემ თავს დავუმტკიცო. ზესუმზია. Fashion არ არის ჩემი მიმართულება და გამომდის სხვა რაღაცებიც. ასევე მყავს უდიდესი ოჯახი. ისინი ფიქრობენ, რომ არ ვარ კარგი კულინარი, ამიტომ მინდა რომ დავუმტკიცო, რომ ვარ კარგი კულინარი. და დღეს მოგიმზადეთ
სტეიკი რუკოლას სალათით და გამომცხვარი მსხლით და ასევე დავადებ blue cheese-ის მუსს. მზად ხართ? გთხოვთ რომ შეგინდოთ. ნახოთ აბა. და ჩემი ჩაცმულობა ხომ აქ წონთ TikTok-ზე დავდე და ყველა მითხრა რომ არ ჩაიცვა, მაგრამ haters gonna hate. ხო, ფეხსაცმელს ცოტა ლურჯ ჩავიცმევდი. ან ქუდის ფერს. გეთანხმებით. Yep. გთხოვთ რა? არ მანერვიულად. ხორცი კარგია. Really? ანუ ვიზუალურად კი და ვნახოთ აბა მე. არ მეშინია. ვიცი. მივხვდი ახლა. აიო. არა. არაფერი. სანამ კაცის ტანსაცმელს არ შეიტან მაღაზიაში. არის უკვე. სანამ არ დაგვაფასებთ. გაფასებ. მინდა გითხრა რომ ფერი კარგია. გვაქვს რამოდენიმე ცალი. გვიყურებს გვატყუებს. უფრო სალათია ვიდრე სტეიკი. კი. როგორც სალათი არის საკმაოდ კარგი. გადავლახეთ ერთი ბარიერი. არ მეწყინება არაფერი. აი, მოდი მე ვიტყვი არას. და რატო ეხ? ნუ რა თქმა უნდა, მე გემოები არ მომეწონა. არც აი ეს სიმინჩი ჩადებული მომეწონა, ეს ჩემი პირადი არის. შესუმზირეში. არ მომეწონა. შეიძლება ესე კრეატიულია, რაღაცა ლამაზია, მაგრამ ნუ მისართმევად ჩემთვის ცოტა ხორცი კარგად იყო მომზადებული, არ იყო უხეში. თვითონ დრესინგი ობიანი ყველის კარგი იყო დაბალანსებული. ჩემგან გაქვს კიდევ ვნახოთ. მეხლა. ანუ ერთი არა და ერთი კი. ძალიან შეპირდები და მე მთელი ტვირთი შენზეა. სულ მე ჩაგაცნობს. კრეატიულობა შენს კერძში და კერძის მოწოდებაში არის უდაოდ. უბრალოდ რაღაცეები გაქვს დასალაგებელი. მე ერთ შანსს მოგცემ და გეტყვი ჭირს. შეგიძლია აიღოთ ის. მადლობა. გავიკეთა? დიახ. აუ მადლობა. ძალიან ბედნიერი დანასრომ მოკიდე ხელი, ეგრევე მივხვდი რომ ყველაფერი კარგად წავა. გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ნინი ერემაძე და გამოვდივარ MasterChef-ში. რატო მითხარი რომ გვთქვა? კერძის მომზადებისას დამჭირდება სნექი და წავითამსებ სნექით. ეს არის სიბასი. პირველად კულინარიით დავინტერესდი ბაბუაჩემის გამო. ბიჭიშვილი უნდა და ყოველთვის და შევრჩი მე და ვსწავლობდი ხორცის გაკეთებას, თევზის
გამოშიგნოს მაგის შეწვას, მაგრამ საბოლოოდ მადლობა ბაბუას, რომ კარგი მზარეული ჩავყალიბდე ჩემი აზრით და დღეს ვზადებ სიბას ლიმონის соусით და სატაცურით და აჯიკის შებოლილი ზეთით. ძალიან ჩავჭერი ცუდი ფილია ეს არ გადაიყო. გონია რომ წინსაფარს ვერ ავიდებ. შიგნით ვიწყნარებ ჩემ თავს. აი ხო იცი რაღაცა ის რომ არის რომ არელი და უცებ რომ აი წინსაფარ აი ეგრე მინდა რომ იყოს. ეხლა ავიღებ ფინოს გასაწმენდ საშუალებებს და ფინოს გრინს. ვაკეთებ ლიმონის და კარაქის соус, ვიყენებ პრეზიდენტის კარაქს. გავხსნი ფინოს გრინს, დამჭირდება ბოლოკის მწნილის გასაკეთებლად. соуსი დამეწყდა. რო შევალ ძალიან მეშინია ჟიურის, მაგრამ მგონია რომ კონსტანტინე გამიღიმებს. მაგის იმედი მაქვს მარტო რომ მომეშვას. სათხარ. რისთვის? სათხარ. კი. გამარჯობა. გამარჯობა. 5 წუთი გაქვს დრო, თან შენ თავზე მოგვიყევი, თან მოასწარი ამ 5 წუთში. ვეცდები. აბა მიდი. მე ვარ ნინი ერემაძე. დაბრალებული მეგრელი, ეგრევე ძახე ჩემ თავს, იმიტომ რომ ყოველთვის მინდოდა რომ ყოფილიყავი მეგრელი. მეგრელი. რატო? ანუ ძალიან კაი ხალხია. ძალიან მიყვარს. კახელებს, თიულებს, იმერლებს, რაჭველებს რასერჩი. არა, მეგრელები მაინც ხვანაირები არიან. ბოდიში თუ ვინმე გამოიწე. ეგ არის რომ დედაჩემი არის მხოლოდ მეგრელი. ხოლოდ ნახე, ანუ ყოფილი ხარ შენ. მეგრელი არ გამოვდივარ. ნახევრად ხო ხარ? მამას არ წვინს მე. რავი, არც ისე, ალბათ. მოკლედ, დღეს ვაკეთებ სიბას, ასევე შემოვიტანე მეგრული და ვუკეთებ აჯიკის ზეთს. ვაკეთებ ლიმონის და კარაქის соус. Lemon butter sauce არ არის ეგეთი მარტივიც ხო იცი? კი, რა თქმა უნდა. ეგრა. ეს არის ლიმონის და კარაქის соуსი, ოღონდ შევეცადე რომ შემესქელებინა. აი, ჩვენთან რატო მოხვედი? ეგ მითხარი. პირველ რიგში მინდა რომ მართლა ვიცოდე რომ სწორ ადგილას ვარ. აი, ჩვენთან მეგრელი ვერ სწორ ადგილას ხარ, მაგრამ ჩვენთან მეგრელი ვერ გახსენ. ნუ აწვევი ეგრე. სამწუხაროდ მოძრაკანი. ნახე როგორ ნერვიულობს. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2 და 1. უკეთესი წარდგენა მინდოდა ბოდიშით. მე არაფერი. უკეთესად. კანი მოცურა. მომემზადო მაგისთვის. ნუ სიბასი, კარგად არის მომზადებული, საერთოდ ესეთ კერძზე. აი ეს ლიმონის და კარაქის соуსი, იქვე ცხელი, ხილი და სატაცურიც კიდე, ნუ რა გითხრა, ეს არ არის სრულყოფილი გარნირი, არ არის სრულყოფილი კერძი. ხო. соуსაც ბალანსი აკლია მარილის და ასე შემდეგ. ერთი ეს соуსი რო აღეჭრა, ნახე? კი. თევზი კარგად არის მომზადებული. მადლობა. თავიდან რო გამოხვიდე იგივე კერძს გააკეთებდი. შევეცდებოდი რომ გამომწორებინა ეს ყველაფერი, რაც მითხარით და მაქსიმალურად ის დამედო, რასაც ითხოვთ. აი ნახეთ. სულ ცალ-ცალკეა ლიმონი და კარაქი. გემრიელი იქნება კარაქის ხარჯზე. ნინი, მოგლეთ, მე არას გეტყვი, იმიტომ რომ რაც მინდოდა გამოსულიყო და არ გამოვიდა, ეს არის ყველაფერი შენ თავზე დამოკიდებული რა. იმიტომ რომ ქონდა საკმარისი 1 საათი დრო, ანუ ყველაფერი იმისთვის,
რომ შენი სრულყოფილი კერძი წარგედგინა, რაც უნდა წარგედგინა. არც თებში მომეწონა, არც ვიზუალი. ან რატო მაინც და მაინც ეს კი. უბრალოდ მომეწონა. ო, კი ბატონო. соусის ტექსტურა არ არის, ჟავი არ არის, გარნირი არ ჩანს. ერთი სიბასი პასუხიც არ კარგად ჩანს. იყო მომზადებული და სულ ეგ არის. ამიტომ მე მგონია რომ ცოტა კიდევ უფრო უნდა კარგად ისწავლო, მოემზადო, დახვეწო. მადლობა. გენიალურობა ყოველთვის სიმარტივეშია ხოლმე და არა მრავალი ინგრედიენტების ჭარბობაში ამ შემთხვევაში. ეს არის 15 მაქსიმუმ 20 წუთიანი კერძი თავისი აი დაწყებით დამთავრებით სერვირებით. როცა ხვდები რომ соуსი არ გამოგივიდა, დრო გაქვს 1 საათი, ის უნდა გააკეთო. თუ ფიქრობ რომ კანი უნდა აძვრეს თებს, მაშინ სადაც არისო ტაფა უნდა გამოიტანო, რომ მე ის კანი მოაცალო და იქ დააჩიფსო, ხო? ბევრი ნიუანსია, რომელიც კეთების დროს მზარეულმა უნდა გაითვალისწინოს და მისივე შეცდომა იქვე გამოასწოროს. აი ეს სკილები ძალიან მნიშვნელოვანია რომ გქონდეს. არ ჩემთვის გაქვს არა. შენ გაქვს ორი არა. თუმცა მე შემიძლია მოგცე შანსი და გამოვიყენო ვეტოს ბარათი. ეს შენთვის არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და იმის საწინდარი, რომ ნებისმიერ ეტაპისთვის უნდა მოემზადო ძალიან კარგად. ეს ჩემი შანსია, რომელსაც მე გაძლევ და უნდა გამოიყენო ღირსეულად და ოპტიმალურად. იმედად არ გაგიცხროთ, მადლობა ძალიან დიდი. გაიხარე. ნახვამდის. გაიკეთე წინსაფარი, გაიკეთე მადლობა. და შემდეგ ეტაპზე შევხვდებით. მადლობა ძალიან დიდი. შეფ მანუელს მადლობა რომ ჩემთვის ვეტო გამოიყენა და შევეცდები რომ შემდეგ შეჯიბრებში იმედები არ გაბუცხროა. მე ვარ ნინოცა შენგელია, 24 წლის, ვარ სუსტაცის ტექნოლოგი, მუშაობ მარკეტინგული მიმართულებით და ასევე ყველაზე საყვარელი საქმე რაც არის, ეს არის კულინარია, ბოლო დროის ამოჩემება. მე გახლავართ მეგრელის ქალი. დღეს ვაკეთებ მეგრულ ხარჩოს, ძალიან გამრიელს. თითქმის ყველაფერს იდეალურად ვაკეთებ, თუმცა ყველაზე რჩეული არის ხარჩო. მეგრელ ქალს მეტი რა უნდა მომეტანა დღეს ესეთ შოუში, ასე რომ ხომიც სისხლის ყივილია ახლა ამ კაცის მომზადება. სესებ თავისის გამოვიყენებ ფინოს, ღრუბელს და ფროშის ჭურჭლის სარეს საშუალებას. ალბათ შეფების დიდ ყურადღებას დაიმსახურებს. დარწმუნებული ვარ, კარგი გამოვა და წინსაფარსაც ავიღებ. ყველაზე მინიმუმ ოქროს წინსაფარზე მაქვს პრეტენზიები. დანარჩენი მე ნახოთ გაიქნება. ეგეთი აი არასდროს არ იქნება შეფებს გასინჯველი. ეხლა ხახო უნდა დავაბლენდერო ნინჯას ბლენდერში ცოტა უხეშად, რომ მოშუშვისას ცუდად არ გამოჩნდეს ხორცში. ხო არ ნერვიულობ? ეხლა უკვე ვიწყებ ხომის შეზელვას, რა ელაჯი მოვასწრო და მე და ელაჯის შეწვა. ნერვიულობ, მინდა რომ ხორცი ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს ხოლმე და ეხლა მინდა რომ უფრო წელვად ელაჯი რო გამომივიდა, შიგნით ყველის ბურთები მოვათავსო და ისე გავიტანო. Let's do it. მოგესალმებით. გამარჯობა შეფებო. გაგვეცანეთ პირველ რიგში. მე ვარ ნინოცა შენგელია, ჩხოროწყუდან, ამჟამად ცხოვრობ თბილისში. ეგ ვესტუმრა ნამდვილი მეგრელი ქალი, კი შენ ნამდვილად. გაქვს 5 წუთი. დიახ. უნდა ჩაეტიო, დაასრულო კერძი
და თან გვიანბო შენ შესახებ. ჩემი აქ ყოფნის მიზეზი არის ის, რომ მიყვარს კულინარია. გემრიელად არის კეთება, ყველა ვერ აკეთებს გემრიელად. ვეცადე რომ ნამდვილი მეგრული სუფრა გამეშვა. კი, მოვიტანე მეგრული ხარჩო. ეგრე რა. რა სუნელები აქვს? სტანდარტულად ხმელი სუნელებით ვამზადებთ ხარჩოს და არ ვიყენებთ ნედლმწვანე სუნელებს, იმიტომ რომ თავისებურ არომატს უცვლის და უკვე ხარჩო აღარ არის ეგ და სიმძიმე ჭირდება ხარჩოს. განსხვავებული რამე სუნელი აქვს? განსხვავებული აქვს ნამდვილი კარგი ყვითელი ყვავილი, რომელიც თავისებურ როგორ იცახობე მეგრე ნამდვილი ყვითელი ყვავილი? ამ დღავარეკ მოვლիր გოსინჯება ფუათ ნამდვილი ლარჯი. მეგრელია აი. ხარჩო. ვეცადენკ მოგაწონა დუდინ. აკიკირმამ გონჩკი ხუმუქდო. იწურება დრო, იწურება. ეხლავე. 5 4 პიურესაც რამე და 3 2 1 ხელები მაღლა. ხარჩო კაია. ცოტა სქელია ჩემთვის, მე მეტი წვენი მიყვარს. კი, მეც. შენც ხო? ხო, უბრალოდ ეხა ვეღარ მოვახარჯე. არა უშავს. ელარჯი სამწუხაროდ ვერა. წელვადი არ არის. წელვადი არ არის და მარილი? ხო, ნუ გემო მე მაგალ ცოტა შებოლილ სულგუნს უზავთ. ცოტას. დროის მენეჯმენტმა პირველად ვარ ესა დროით კეთებული საჭმელთან და სახში რო წყნარად აკეთებ და არსად გეჩქარება. ხარჩოს აი თვითონ ეთყობა რომ იცი გემრიელად კეთება, იმიტომ რომ კარგი შესუნელებულია, ესე ვთქვათ. ხარჩო ძალიან გემრიელია. ერთ ბატონო კონსტანტინე რო გიყურებდით ხოლმე ტელევიზორიდან არ მეგონა ესეთი სანერვიულოდ ვიღა ეს ამაით. მადლობა. მადლობა თქვენ. წვენის ნაკლებობა ხარჩოში, რომელიც მე უნდა გამოვიყენოთ ხო ელარჯში. ის რომ ღომი ვერა, ყველი ვერა, არა, არ გეპატება როგორც არაჩვეულებრივ მეგრელ გოგოს. ამიტომ მე გეუბნები არას. ხედავ რომ შეგიძლია კეთება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რომ გემო გაქვს პირში, რაც ეს მზარეულისთვის ანუ ყველაფერია და იმ ტექნიკას მე გზადაგზა ისწავლი. მე გაძლევ ერთ ჩანს და გეუბნები კი ის. მე შემატოვეთ ხო. გაი ერთი არა, ერთი კი. კეთება იცის დროის მენეჯმენტში. გარღვევა ქონდა და ანუ ვერ მოახერხა ეს, ვერ დაალაგა. გემოშ კარგი შეგრძნება აქვს, იცის გემრიელი რა არის. მე მგონია რომ ახო შემდეგ ტურში რას იზამ. აიღე წინ საფარი და შემდეგში ეს მენეჯმენტი დაალაგე. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ. კარში არ წქნო სამეგრელი. არა. ორი კი გაქვს, გადასული ხარ შემდეგ ტურში და ველოდებით უფრო კარგად გააზრებულად აი მენეჯმენტის დაალაგებას. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები. ვიღაცი საფარი. აღარ დაიცი როგორ დერვილობ, ეხლა შეიძლება წავიქცე. კაი გოგოა მაგ. მართლა ძალიან გემრიელი. არა, გემრიელი არის. მე კიდე უნდა გავხსნი. კაცები, კაკანებენ მეგობრებო. გესმით? კაკანებენ.
ხუალიკოს ქათმები გაგარებენ, ხუალიკოს ქათმები გაგარებენ. მეორე მზია 19 წლის. კეთს აუცილებლად დაჭირდება მარილი, კალას მარილს ავიღებ. მე ვამზადებ ქათამს ნაღების სოუსში. ვიყენებ ხუალიკოს ქათამს, ჩემი კერძისთვის მეგობრებო. ვინო ფიქრობ გავაყოლო ხელს აი ეს ხელიანი ვოლი ხმარული. სახსარი ვერ ვიპოვე და ვერ ვაჭრი ბარკალს. ცოტა ჩეხალვა მიდის, მაგრამ ყველაფერი ხარიგზე. შავწვა მაინც რა ums არ ვაჭრე ახლა. ახლა მე სუდი ფერი აქვს. ახლა ვცდილობ რომ მომზადო სოუსი. აი მე მზია. ახლა მეგობრებო, აი ამ სიტუაციის გასანეიტრალებლად მე მოგიყვებით ჩემს კატებზე და ძაღლებზე. მე მყავს 12 კატა და მყავს 1 ძაღლი. შოკი, ფუფა, გაიოზი, ერმალო, ოპო და სუნი მყავს კიდე. სიმარა ეს ალბათ არ უნდა. ჩასვა. ვარტყი. ვერ ახოძე. მარა ბუზავე ხა ამას რამეს. აი ხა მარილი ბევრი არ უნდა მოგვივიდეს. ეხა მოგწონს უკვე. გაგმარჯოს მეგობრებო. აი მაგრად კი ვნერვიულობ, მაგრამ ყველაფერი იქნება. ვარ კმაყოფილი საერთოდ. ახლა ცოტა დავიბენე. შემათ რო ამბენო. ცოტა. მარა კაია. გამარჯობა. გამარჯობა. მე ვარ მზეა ნატროშვილი, 19 წლის. ჯერ არ ვიცი ცხოვრებაში რა მინდა. 5 წუთი გაქვს დრო. თან უნდა ჩაეტიო, თან მოყევი და თან გაერკვიე რა გინდა და ჩვენგან რა გინდა ეგეც გითხარი. თქვენგან მინდა რომ შეაფასოთ ჩემი კერძი და მითხრათ თუ რამდენად სწორ პროფესიას ვეჯახები. იმიტომ რომ მოყვარულ მზარეულსაც ვერ ვუწოდებ თავს, მაგრამ რადგან გამიჩნდა სურვილი, მოვედი აქ. სურვილი გაგიჩნდა და პირდაპირ მოხვედი აქ? კი. მანამდე არ ცადე რამე არაფერი? ძალიან მოკლე პერიოდი მქონდა იმისთვის რომ მეცადო. გუშინ მოგინდა და დღეს მოხვედი. ხლად გუშინ არ მომინდა. რამე იმუშავე ამ პროფესიაზე? ანუ იმუშავე რას გულისხმობ, იცი? აი რაღაცეები ცადე 1 4 თვე, 5 თვე, 3. არა, 5 თვე არ ყოფილა. ცადე რომ თეორიული ცოდნა მაინც მიმეღო სანამ აქ მოვიდოდი. პრაქტიკა საერთოდ არა. ცოტა, ოდნო. რას ეძებ ცხოვრებაში? კარგ რაღაცებს ვეძებ რა. კარგი უნდა იყოს. ყველა მასე ვეძებ კარგ რაღაცებს. რას გვიმზადებ? მე გიმზადებთ ქათამს ნაღების სოუსთან ერთად. რომელ პროფესიასთან ხარ უფრო ახლოს? უფრო ხატვა მომწონს, ვერ გადავწყვიტე რა მინდა და რაც არ მომწონს და არ ვარ ჩამოყალიბებული, მაგას გულით ვერ გავაკეთებ. მარტო ცხოვრობ? მე ვცხოვრობ დედასთან, მამასთან, ჩემ 12 კატასთან და ძაღლთან ერთად. 12 კატა. კაი გამძლეობაა 12 კატა. მიყვარს. და ერთი ძაღლი რატო გაგენაწილებინა? პატარა რო ვიყავი, 7 ძაღლი მყავდა ქუჩიდან მიყვანული. მე უფრო კატები შეგვიყვარდა რა. მე რაღაც უფრო თავშესაფარი გაგეკეთებინა. მინდა, ეგ არ ჩემი ოცნება. წისწავლი კეთებას და აჭვე ვერე იმა. დრო იწურება. ვერ მოასწრებ და დარჩები ეგრე. იწურება. კი ბატონო. 20 წამი დაგჭა ფაქტიურად. დროზე. 3 სო და სოუსი. 1 0 ხელები მაღლა. გადადგილხე, გადადგილ. გადავტკი. მოვიდე? ალბათ. შქმერული სუნი აქვს. მსგავსი. ეს რა ნაწილია? ეს არის ბარკალი გამოვარჩიე ძვლისგან ჩემი ჭკუით. ეს ნახრეტისაც სრისია. ნახრეთი ცოტა დვეომე იმას, რა ქვია, ბარკლებს დავჯიჯგნეოდნო. როგორც კატებს აჭმე? არა. კატებს განსაკუთრებულად ვაჭმე. ანუ ჩვენ კატებზეც ისი არ ვართ.
გემრიელი არის, უგემური არ არის. უბრალოდ არ ვიცი რამდენად ყოფნის ჩვენს კონტექსტს. კი. მადლობა. ძალიან მარტივი. უგემური ნამდვილად არ არის, მაგრამ მე არ ვიცი, ალბათ შენ თქვი რომ ხატა, ხო? ხატოს მივაწვე. ეს იქნება ჩემი რჩევა. მადლობა. გემოს გავსინჯო უბრალოდ სოუსს. მე გეტყვი ვერ არას. ვერ არის. მოდი ახლა მე გეტყვი სიმართლე. ეს შენი პროფესია არ არის. ისე მოხვედი და ისე ყვები, რომ საერთოდ შენი არ არის. ანუ მიხვდი? უბრალოდ მოხვედი, აი всё, ეგ არის. ჩემგან არა. შენ გაქვს 3 არა და ვერ გადახვედი შემდეგ ეტაპს. ისე კარგი აზრია, თავშესაფარი გააკეთე, თუ გიყვარს ეგრე ცხოველები და მადლიც იქნება და კარგიც იქნება. ან კატებზე შექმენი მულტფილმები, დახმარდე. მადლობა უღრმეს. კარგად. 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 გამარჯობა, მე ვარ გიორგი წერეთელი, 23 წლის თბილისიდან. პროფესიით ვარ მზარეული უკვე რამოდენიმე წელია. ძალიან მიყვარს იაპონური ტრადიციული სამზარეულო და ამიტომაც ტრადიციული იაპონური სამზარეულოს გემოებს იმზადებთ დღეს. მე დღეს MasterChef-ის სამზარეულოში ვამზადებ ორთქლზე მომზადებულ სიბას მისოს სოუსში. La Familia-სგან დამჭირდება უმაღლესი ხარისხის ფქვილი და ჯორჯიტას პილპილი. ჩემი კულინარიის სარემის სიყვარული დაიწყო ბავშვობიდან. ბაბუა არის ყოფილი შეფსარეული, ის გამოც გადავწყვიტე საბოლოო ჯამში რომ ამ სფეროში მემუშავა. ძალიან მიყვარს ტრადიციული იაპონური სამზარეულო და მისი დაბალანსებული გემოები და ძალიან მაინტერესებს ფერმენტაციები. ეს არის თინუსის ფანტელები, რომელიც არის ჯერ გამომშრალი, შემდგომ შებოლილი, და სამწუხაროდ კარაქი დამეწვა. ჭირდება პრეზიდენტის კარაქი, ვიწყებ ხელახლა მომზადებას, უნდა მოვასწრო. მივიღო იდეალური ყავისფერი ფერი, რაც მთავარია და არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა დამეწოს. დროის გაქცევის გამო გარნიშს ვცვლი და აუცილებლად ვიყენებთ ბასოს ზეითუნის ზეთს. მოვთუშავ ასე ვთქვათ ცხიმში. რაღაცების შეცვლა მომიწია დროის გამო. არ მთავარია იმ გემოებს მაინც გავიტან, რაც საჭიროა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეფებს მოეწონებათ ჩემი კერძი და წინ საფარს მოვიყავ. გამარჯობა. აბა მოგვიყევი შენ შესახებ 5 წუთში ჩაეტიე. მე ვარ გიორგი წერეთელი თბილისიდან 23 წლის. მზარეული. ძალიან მიყვარს ტრადიციული იაპონური სამზარეულო და გადავწყვიტე რომ იაპონური გემოები გავამეტანა ამ შემთხვევაში დღეს თქვენთან. კი ბატონო. დღეს მაქვს ორთქლზე მოხარშული სიბასი მისოს სოუსში. აჰა. ბალიშად მექნება ჩინური კომბოსტოს და შიტაკეს სოკოს გარნირი, რომელსაც აქვს სოიოს სოუსი, ცოტა ლაიმი და ჩინური სიჩუანური წიწაკა. აი ბატონო. ამდენი ხანია რა მზარეული. რამდენიმე წელია. ძირითადად ვარ ტრადიციული იაპონურ და აზიურ რესტორნებში. ანუ ქართულში არ გემუშავე. ქართულში მიმუშავია. გამოცდილებისთვის ქართულ ევროპულებშიც მიმუშავია, მაგრამ ძირითადად რაც მაინტერესებს, ეს არის ტრადიციული იაპონური სამზარეულო. მე ვარ უფრო მხიბლავს მათი გემოები. ჩვენი არა, კაცო? კი. და მგონია რომ ბევრი კარგი რაღაცის გადმოტანა იქნება შესაძლებელი. მისო სოუსი შენ თვითონ გააკეთე? დიახ, გამოვიყენე ტრადიციული იაპონური წვნიანი დაში, რომელიც გავაკეთე კომბუთი. წვნიანი არა, ბულიონი ნახარში. ბულიონი, კი ბატონო. რომელშიც გამოვიყენე კომბუ, შიტაკეს სოკო და კაცობუში, თინუსის პანტელები. კი ბატონო. აბა გავსინჯოთ.
სოუსს აქვს ასევე შავი ტობიკო შიგნით. სოუსის ასიამო. მას ეთყობა რომ ესეთი ნაზი ტექსტურა უნდა ქონდეს წესით. მემრიელია ზა. მადლობა დიდი. ნუ ყველაფერი კარგად არის. დაბალანსებულიც, გემოებიც, ტექსტურებიც. აია. მადლობა დიდი. სოუსი ძალიან კაია. მადლობა. ძალიან გემრიელია. თან კაი შესრულებული. არასოდეს ვიფიქრებდი თუ მისოს ესე მოუხდებოდა ბეღნუაზე ტყავისფერი კარაქი. მადლობა. ძალიან კაია. ძალიან გემრიელი, თევზი არაჩვეულებრივი, სოუსი არაჩვეულებრივი, ნაპაც კომბოსტოც. მადლობა ძალიან. იმედია სხვა კერძებსაც ესე ამიზეთ. რა თქმა უნდა. და არა მხოლოდ იაპონურს. რა თქმა უნდა. მე გეტყვი кейს. იმიტომ რომ მართლა კარგი შესრულებულია, კარგად არის ტექნიკაც, გემოები, ბალანსი, სოუსის იმის ამს ყველაფერი ძალიან კარგად და იდეალურად იყო შესრულებული. მადლობა. კერძი ნამდვილად შემდგარია, ძალიან გემრიელია, კარგია. თევზი ნაზია. მართალია ცოტა რთულია ხო სიბასის გაფუჭება ორდღზე, მაგრამ დაშლა არის ძალიან მარტივი. აი ზუსტად ესეთ კერძებს ველოდები ჩვენ მე-12 სეზონში. და იმედია რომ ესეთი კერძი იქნება მრავალი, ასე რომ დიდი მადლობა. მადლობა დიდი. საქართველოს MasterChef-ს აქვს ქართული ხელწერა და მინდა რომ ესეთი ექსპერიმენტის მომსწრე გავხდე და ბევრი ასეთი ექსპერიმენტი ვნახო და ამიტომ მე შენ გაძლევ ოქროს წინსახელს. და ისურვებ ძალიან დიდ წარმატებას და ეს ექსპერიმენტი არ უნდა ჩაგივარდეს. არასოდეს. აბა, აუცილებლად. ტოგარაში გამოიყენე ხარჩოში. მოუხდება ძალიან. აუცილებლად. მადლობა ძალიან დიდი. აი ბეჭია ძალიან. სულ ეძებ ხოლმე ადამიანს, რომელიც იაპონურ სამზარეულოში, აზიურში, მაგრამ იაპონურში უფრო არის განსწავლული, რომელიც ექსპერიმენტებს გამაკეთებინებს ქართულ სამზარეულოსთან სინთეზში და მეგონი ვიპოვე ეგ ადამიანი. არაჩვეულებრივი. ოქროს წინსაფარი ავიღე. შეფ კონსტანტინემ მომცა ოქროს წინსაფარი. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ შეფს და ძალიან გახარებული ვარ, არ მოველოდი ნამდვილად. მადლობა MasterChef-ს.